ეკა გამარჯობა. ჩვენს მაყურებელს რო გააცნო შენი თავი და პატარა თვითპრეზენტაცია რო გააკეთო. გამარჯობა ვალიტა, მე გახლავართ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოქიმიის სპეციალობით და ვარ ასოცირებული პროფესორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და მიმყავს კურსები სპორტის ბიოქიმიის მიმართულებით. ძალიან საინტერესოა. მოდი მაშინ მე დავიწყებ პირველი თემით, რაც ბევრს აინტერესებს და ვეცადოთ მაქსიმალურად მარტივად განმარტოთ აი ეს რთული საკითხები, ხო? და პირველი კითხვა არის, რომელი ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მექანიზმები განაპირობებენ ლიპოლიზის აქტივაციას? თავიდან მინდა დავიწყოთ ლიპოლის რო შევეხოთ, საერთოდ რა არის ეს ცხიმოვანი ქსოვილის თემა, ხო? ესეც მინდა რომ მოკლედ ესე გავიაროთ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი არსებობს რამოდენიმე ტიპის და შედგება ცხიმოვანი უჯრედებისგან, ადიპოციტებისგან და ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება იყოს პერიფერიული, ანუ იგივე თეთრი ცხიმოვანი ქსოვილი რაც არის ეს კანქვეშა ძირითადად, ხო, ის რაც ჭარბწონასთან არის დაკავშირებული და რისი პრობლემების ძირითადად გვხვდება ჩვენ ადამიანებში. არის ვისცერალური ცხიმები, ეს ორგანოების გარშემო არსებული, ეს არის აბდომინალური ცხიმი, მუცლის ცხიმი, რომელიც ცალკე თემის სახით არის განსახილველი, იმიტომ რომ წარმოადგენს არა მარტო ცხიმოვან ქსოვილს, არამედ მას კიდე ენდოკრინული, ესე რომ ვთქვათ, ფუნქციებიც აქვს ორგანიზმში და ძალიან მნიშვნელოვანი ცხიმოვანი ქსოვილია და ასევე არის თეთრი ცხიმოვანი და რუხი ცხიმოვანი ქსოვილის გარდა არის ახალი, ესე ვთქვათ, კრემისფერ ბეჟი ცხიმოვან ქსოვილებს ეძახიან, ესე მოკლედ რო ვთქვათ, ხო, ქართული ტერმინოლოგია ცოტა რთულია ამ მიმართულებით, რომ არ არის ესე დახვეწილი და განხილული და ესე ეძახიან და ეს არის შუალედური უჯრედები, რომელიც თეთრ ცხიმოვან ქსოვილში გვხვდება ხშირად. და თერმოგენეზის პროცესებში მონაწილეობს, აი მაგალითად, როდესაც ხდება ტემპერატურული ცვლილებები, აი ვთქვათ, დაბალი ტემპერატურის მიმართ ადაპტაციის დროს ხდება ესეთი ცხიმოვანი უჯრედების, ესე რომ ვთქვათ, ჩამოყალიბება, გააქტიურება ამ თეთრ ცხიმოვან ქსოვილში. და მნიშვნელოვანი არის გარემოება, რომ ლიპოლიზის დროს ყველაზე განსახილველი თემა ეს არის ის ფაქტორი, რომ ლიპოლიზი ეს არის ცხიმების დაშლის პროცესი. მოდი ესე პირდაპირ არა ცხიმის წვა, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის სამარაგო ცხიმი, ხა ჩვენ რაც ვახსენეთ ეს ცხიმოვანი ქსოვილები, ძირითადად ეს არის სამარაგო ცხიმის დეპოები, რომელიც წარმოადგენს ტრიაცილგლიცერიდებს, ეგრეთ წოდებულს, ეს არის გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების შემცველი, ესე რომ ვთქვათ, სამარაგო ცხიმოვანი მოლეკულები, რთული მოლეკულები, რომელთა დაშლას, ესე რომ ვთქვათ, დაშლის პროცესს ქვია ლიპოლიზი. ანუ ის იშლება გლიცერინად, მოდი ესე რომ ვთქვათ, და ცხიმოვან მჟავებად. და ამ ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება ხდება მერე ამ ცხიმოვანი ქსოვილიდან თვითონ სისხლში და სისხლის საშუალებით ის უნდა წავიდეს უკვე ნებისმიერ აი აქ რომ შეგაწყვეტინა, ეს არის ლიპოლიზის პირველი ეტაპი, როცა ჯერ მხოლოდ დაშლა ხდება შიგნით ადიპოციტებში, მაგრამ ჯერ არ დაუტოვებია ცხიმოვანი მჟავებს. ეს არ ნიშნავს, რომ ცხიმოვანი მჟავის დაშლა მოხდა. აი ეს ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ცხიმის წვის კუთხით, რადგან შეიძლება სისხლიდან ამ ცხიმოვანი მჟავების დაბრუნება ისევ მოხდეს ცხიმოვან ქსოვილში, თუ არ მოხდა ფიზიკური დატვირთვების ამის აქტივაცია. და ისევ დეპოდ გადაიდოს. რა თქმა უნდა. ეხლა აქტივაცია, მოდი როგორ ხდება, ხო, ცხიმის წვა, ესე ძალიან საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ დატვირთვები შეიძლება იყოს ანაერობული და აერობული, ესე მოკლედ რო ვთქვათ, ყველასთვის გასაგებ ენაზე და ეს აერობული და ანაერობული დატვირთვების ინტენსივობის მიხედვით იყოფა კიდე დაბალი ინტენსიური, საშუალო ინტენსიური, მაღალი ინტენსიური, შესაბამისად აერობული და ანაერობული დატვირთვები. აი ჩვენს მაყურებელს რო განმარტოთ. აერობული და ანაერობული რო გადავიტანთ უშუალოდ ახლა ქმედებაზე, ეს რა ინტენსივობაზე გვაქვს საუბარი, ბილიკზე, რაღაც კონკრეტული ინტენსივობით, ეს არის სადღაც მაქსიმალური დატვირთვის 25%-ია საუბარი, როცა ხდება პერიფერიული ლიპოლიზის აქტივაცია, ანუ როცა ხდება ცხიმის სეირნობა, ფეხით სეირნობა, შეგვიძლია ვთქვათ. ეს არის სწრაფი სიარული, ნელი ძუნძული, მოდი ესე ვთქვათ, როცა მე სუნთქვას ვახერხებ. იმიტომ რომ სუნთქვა აქ არის გადამწყვეტი, რომ ჟანგბადის მიწოდების კონცენტრაციას, ესე ვთქვათ, რაოდენობას როგორ ვაწვდი მე უჯრედებს, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პერიფერიული ცხიმის წვის პროცესში. ნუ ეხლა თავიდან რა თქმა უნდა აქტივაცია არ არის ესე რომ პირდაპირ პერიფერიული ცხიმის ლიპოლის თავისი დრო ჭირდება ამის გადმოსვლას ტრანსპორტირებას სისხლში, იმიტომ რომ თვითონ ცხიმები როგორც ვიცით ჰიდროფობული, ანუ მოშიში, წყლის მოშიში, ხო, ესე რომ გადავთარგმნოთ, თან ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ვეცდები რომ განმარტო ტერმინოლოგია.
და ამიტომ მისი მოძრაობა სიცხში, სადაც დაახლოებით 83% წყალია, ხო, რთულდება. то ეს ცხიმი უნდა შეიფუთოს, იფუთება, ეს არის ცილოვანი კომპონენტები, ეს არის თქვათ ფოსფოლიპიდები, ხო, უფრო ისეთი დამუხტული ნაწილების მქონე ცხიმოვანი ნაერთები და ასეთი სახით უნდა ტრანსპორტირდეს უჯრედებში. შემდეგ უჯრედებში უკვე ხდება გამოთავისუფლება ცხიმოვანი მჟავების და მერე ეს ცხიმოვანი მჟავები უნდა მოხვდეს უკვე უჯრედში შიდა სტრუქტურებში, რასაც ჩვენ ვეძახით, ხო, ენერგეტიკულ სადგურებს, ეს არის მიტოქონდრიები. მიტოქონდრიებშიც ესეთი გრძელჯაჭვიანი ცხიმების ტრანსპორტი თავისთავად არ ხდება. ანუ აქ მთელი სატრანსპორტო სისტემა მუშაობს და ეს არის L-კარნიტინის, ეხლა იმიტომ ხსნი, რომ მე დანამატების სახით ძალიან ბევრს აინტერესებს, ხო, ეს დანამატები. L-კარნიტინის დანამატები სწორედ ამაზეა გათვლილი, რომ ის არის ცხიმის სატრანსპორტო მექანიზმში მონაწილე ცილები, რომელსაც შეყავს ესე რომ ვთქვათ, გადაადგილებს ამ პერიფერიულ გრძელჯაჭვიან ცხიმებს მიტოქონდრიებში და მერე უკვე ხდება ამ ცხიმების დაწვა და დაშლა. ანუ რისი თქმა მინდა, ეს იმხელა პროცესია, რომ ბოლომდე მივიდეს ადიპოციტებში ესე რომ ვთქვათ დაშლილი ცხიმები, ბოლომდე მივიდეს დაშლის პროცესებამდე, ანუ წარმოიქმნას იქიდან CO2 და წყალი, ხო, ბოლომდე მოხდეს დაშლა და ენერგიის მოწოდება, რომ ამას აუცილებლად ჭირდება ფიზიკური დატვირთვის ჩართვა. ანუ მარტო ვთქვათ რაღაცა დანამატებით, რომელიც ლიპოლიზის პროცესებს ააქტივებს. აი მაგალითად არის ხო ბევრი დანამატები ბაზარზე შემოსული, ერთ-ერთი მაგალითად რო ავიღოთ მუნჯარო ან აი მუნჯაროზე ძალიან საინტერესოა, განვიხილოთ მე ეს მექანიზმებიც. ანუ ესენი ლიპოლიზს ააქტივებენ, მაგრამ თუ ფიზიკური დატვირთვის, შესაბამისი ინტენსივობის დატვირთვის ჩართვა არ მოხდა ამ პროცესში, მაშინ ის ცხიმი ბოლომდე ანუ მიტოქონდრიებში ვერ მოხდება და ვერ დაიწვება და დიდი შანსია რომ ისევ დაბრუნდეს ცხიმოვან ქსოვილში და საბოლოო შედეგი ვერ მივიღოთ, ანუ ცხიმის წვილს. ამიტომ აი ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. თუ გვინდა რომ ჩვენი ცხიმი ბოლომდე დაიწვას, ლიპოლიზის პროცესი უნდა განვამტკიცოთ ჩვენ აქტივაციის პროცესი ფიზიკური აქტივობით. რომელი უფრო ოპტიმალური იქნება მიდგომა, უბრალოდ ვარჯიშის მიმართულება, ანაერობული თუ აერობული ამ ლიპოლიზის გასააქტიურებლად? ცალსახად პერიფერიული ცხიმის წვისთვის ეს არის აერობული დაბალი ინტენსიური დატვირთვები. ძალიან დიდი მნიშვნელობა არ არის აქ. იმიტომ რომ ცხიმები მარტო ადიპოციტებში არ არის ლოკალიზებული. არიან შიდა უჯრედული ცხიმებიც, რომელიც უშუალოდ უჯრედებში არიან დამარაგებული, მოდი ესე ვთქვათ, და ესენი განსხვავდებიან, ორივე სამარაგო ცხიმია, ორივე ტრიაცილგლიცერიდია. უბრალოდ განსხვავება არის ცხიმოვანი მჟავის ჯაჭვის სიგრძეში. პერიფერიული არის გრძელჯაჭვიანი, ამიტომ ის თავისთავად ვერ ტრანსპორტირდება მიტოქონდრიებში და ჭირდება აუცილებლად L-კარნიტინის სატრანსპორტო სისტემა, მაგრამ შიდაუჯრედული ცხიმი განსხვავებით პერიფერიულისგან. ის პირდაპირ, ესე ვთქვათ, გადამოძრავდება ხო საჭიროების შემთხვევაში მიტოქონდრიებში და არ ჭირდება L-კარნიტინის სატრანსპორტო სისტემა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვარჯიში არის ერთ-ერთი მექანიზმი ლიპოლიზის გასააქტიურებლად. მეორე მექანიზმი რა იქნება ამ შემთხვევაში? ანუ ლიპოლიზის გასააქტიურებლად შეიძლება ჰორმონალური აქტივაციაც მოხდეს, ხო თქვათ, საკვებით და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლომდე რომ მოხდეს ცხიმის წვა, ანუ ეს მე ვსაუბრობ, როცა ხდება ცხიმის გამოყენება ენერგია, ანუ ცხიმოვანი, ესე რომ ვთქვათ, ქსოვილის გამოყენება და ანუ წონაში კლება, მოდი ესე რომ ვთქვათ, უფრო დავის სახელი რომ დავარქვათ, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე აერობული დატვირთვების ჩართვას. ამის გარეშე ბოლომდე პროცესი ვერ მივა. მაგრამ ლიპოლიზის პროცესი შეიძლება გააქტივდეს. მაგრამ ის ცხიმი ისევ დაბრუნდეს. მაგრამ გააქტივდეს და პირველი ეტაპი და არ მივიდეს მეორე მესამე ეტაპი. ხო, არ წავიდეს ბოლომდე. ეხლა ჩვენ საუბრობდით და ბოლომდე მინდა ეს რომ მივიყვანო, რომ შიდაუჯრედულ ცხიმებს და პერიფერიულ ცხიმებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ვთქვით, რომ პერიფერიული გრძელჯაჭვიანი ცხიმებია და შიდაუჯრედული მოკლე ჯაჭვებით არის წარმოდგენილი დაახლოებით 2-დან 9-ის ჩათვლით წევრისგან შედგება თითოეული მათგანი და ეს განაპირობებს იმას, რომ შიდაუჯრედულ ცხიმს არ ჭირდება L-კარნიტინის სატრანსპორტო სისტემა, ხო, როგორც ვახსენეთ.
მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება, რომ როდესაც ხდება წონის კონტროლის კუთხით დატვირთვები, ანუ კლება, ხო, ამ შემთხვევაში და პერიფერიული ცხიმის ხარჯზე უნდა მოხდეს წონაში კლება, იმიტომ რომ წონაში კლება ჩვენ შეიძლება მივიღოთ კუნთოვანი მასის კლების ხარჯზე, წყლის დაკარგვის ხარჯზე, რაც დროებითია და არ არის სწორი, ხო? აი, რასაც თქვათ, საუნის ეფექტს ეძახიან, ხო, სპორტსმენები და კუნთის ხარჯზე კიდე ესეც არასწორია, ვიცით? ამიტომ ცხიმის ხარჯზე უნდა მოხდეს წონაში კლება, ისიც პერიფერიულის. მაგრამ თუ დატვირთვა 25%-ზე ზემოთ არის წეღარაზეც საუბრობდით, ხო, მაქსიმალური დატვირთვის 25%-ია საუბარი. აი ვთქვათ 35%, ხო? ეს არის საშუალო ინტენსივობის აერობული დატვირთვა. უკვე ამ ინტენსივობაზე პერიფერიული ცხიმი ვეღარ ასწრებს მისვლას მიტოქონდრიებამდე. ამიტომ უკვე ერთვება შიდაუჯრედულ ცხიმზე. ანუ ეს წონაში კლების კუთხით უკვე ნაკლებ შედეგს მოგვცემს. რა თქმა უნდა, ხო, ის მოგვაწვდის ესე რომ ვთქვათ ენერგიას გამძლეობის კუთხით. აი მაგალითად მარათონელები რო ავიღოთ, ხო, რომელთაც გრძელ მანძილებზე უწევთ, ხო, 40 კილომეტრზე ვთქვათ, გარბენი და ჭირდებათ, ხო, ენერგიის სახით ძირითადად, ხო, ცხიმებს მოიხმარენ. ასეთი გამძლეობის შესანარჩუნებლად ეს ცხიმები არის შიდაუჯრედული და არა პერიფერიული. ნუ რომ შევკრათ ახლა იმისთვის რომ ადამიანმა დაიკლოს უშუალოდ ცხიმოვანი მასა, მას შეუძლია უბრალოდ ისეირნოს ან იძუნძულოს სტრაფისიარული ან ნელი, როცა სუნთქვას ახერხებს და საჭირო რაოდენობით ჟანგბადს აწვდის უჯრედებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ასწრებს პერიფერიული ცხიმი, მოდი ესე ვთქვათ, მისვლას უჯრედებამდე და იქ მერე ვთქვათ მიტოქონდრიებში წვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? წრთნის დროს გასათვალისწინებლად წონაში კონტროლის თვალსაზრისით. ძალიან საინტერესოა, კი. მეორე კითხვა. ამას ამოჭრი მეორე კითხვას. ცხიმოვანი უჯრედები, ადიპოციტები, რა ასაკამდე ხდება მათი დაყოფა და ადიპოგენეზი? ნუ ადიპოციტების ცნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი გააზრება რისი, რომ ადიპოციტების მაქსიმალური დაყოფის პერიოდი ეს არის ბავშვობის ასაკში და პუბერტატის პერიოდი, რო ავიღოთ, მაგრამ მაქსიმალური დაყოფის პერიოდი მაინც არის 5-დან 8 წლის ასაკამდე, მოდი ესე ვთქვათ და ნუ მერე რა თქმა უნდა ხდება ასევე ამათი დაყოფა. ნუ ეხლა აქამდე ეგონათ, რომ დასრულ ასაკში აღარ ხდება ადიპოციტების ესე რო ვთქვათ დაყოფა და გამრავლება და ის ინარჩუნებს, ხო, იმ დონეზე რჩება, ვთქვათ, რაც დასრულ ასაკში ექნება ორგანიზმს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხიმოვან ქსოვილში ჩვენ გვხვდება ცხიმოვანი ქსოვილის ღეროვანი უჯრედები, ეგრეთ წოდებული, ძალიან საინტერესო კვლევები ამ კუთხით ჩატარებული უკვე სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ღეროვანი უჯრედები, რას ეწოდება, მოდი ხა მოკლედ რო განვარტოთ. ეს არის საწყისი უჯრედი, რომელიც ჯერ კიდე არ არის დიფერენცირებული, ანუ რას ნიშნავს? არ არის ჩამოყალიბებული რაღაცა კონკრეტული მიმართულებით. და მან შეიძლება ნებისმიერ უჯრედს დაუდოს საფუძველი. ესეთი ღეროვანი უჯრედები, მაგალითად, მულტიპოლარული ნიშნავს მრავალმხრივი, ხო, რომელიც მრავალ უჯრედს უდევს, ესე რომ ვთქვათ, საფუძველს, ჩვენ გვაქვს, აი ვთქვათ, დაბადების პერიოდში, აი პლაცენტაში, ხო, ეს ღეროვანი უჯრედებს რო ინახავენ და ნუ მე ეგონათ, რომ ესეთი მულტიპოლარული ღეროვანი უჯრედები არ გვხვდება ორგანიზმში, ნუ ეხა ძვლის ტვინში არსებული და ელენთაში, რაც სისხლის წინამორბედი უჯრედები, ანუ სისხლის წარმოქმნას უწყობს ხელს, ეს არის ერითროპოეზი, ხო, რო ავიღოთ ესეთი ღეროვანი უჯრედები, კი ბატონო, მაგრამ ის არის სისხლის ღეროვანი უჯრედების წინამორბედები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხიმოვან ქსოვილში არის ესეთი მულტიპოლარული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც თქვათ, კუნთოვანი უჯრედის საწყისი შეიძლება იყოს, ხრტილოვანი ქსოვილის, მყესების და ასე შემდეგ, ხო? ამდენად ეს მომენტიც საინტერესოა და აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ ასაკში ადიპოგენეზი, ესე რომ ვთქვათ, სადღაც 80%-ით არის შენარჩუნებული. ანუ განახლება მაინც ხდება, ესე რომ ვთქვათ, ცხიმოვანი ქსოვილის. მაგრამ ინტენსიურად აქტიური არის ბავშვობის პერიოდში, აი რომელ ასაკამდე? 5-8 წელი, ესე რომ ავიღოთ და პუბერტატის პერიოდშიც ასევე იქ მუცლის ცხიმების, ნუ ხა პუბერტატში ვიცით, რომ მომწიფების პერიოდია ეს და ესე რომ ვთქვათ, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰორმონალური აფეთქებაა და ამ დროს პირდაპირ ურტყამს ეს ჰორმონები, ესე რომ ვთქვათ, ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას და იქ მუცლის ცხიმი, იქ თქვათ ვაჟებში, ქალებში სხვადასხვა უბანში ჩალაგება, ხო? ნუ პუბერტატში კიდე სხვანაირად ხდება ამის გადაწყობა, მაგრამ მაქსიმალური ადიპოგენეზი, ესე რომ ვთქვათ, მაინც ბავშვობის ასაკში მიმდინარეობს ინტენსიურად. ამიტომ ამ პერიოდს სჭირდება კარგად ესე რომ ვთქვათ, კონტროლი და კვების კუთხით, იმიტომ რომ ძალიან დიდი შანსია, რომ ვთქვათ, ჭარბწონიანობაში გადავიდეს აი ამ პერიოდისთვის. და შემდგომ მერე უჭირთ აი ამ წონის მასის დაგდება ცხიმოვანის, რომელიც ეს უბრალოდ ბავშვობაში აქვს შეძენილი, როგორც ვიცი, მერე რთულია გადაწყობა. იმიტომ რომ ჰორმონალური დისბალანსი ხდება მერე,
თქვათ იქ სხვა სისტემები ერთვება, არ ხდება სქესობრივი, ანუ თუ ცხიმოვანი ფენა განსაზღვრულ კონტროლს გადის, ესე რომ ვთქვათ, ფარგალს უფრო ზუსტად, მაშინ უკვე სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ესე რომ ვთქვათ, იცვლება, ირევა, ესე რომ ვთქვათ, ვაჟებშიც და ქალბატონებშიც, გოგონებშიც და ამიტომ ეს არის გასაკონტროლებელი აუცილებლად ბავშვებში, რომ ჭარბწონიანობა არ მივიღოთ არასწორი, არა ზედმეტი მოხმარებული საკვების ხარჯზე. იმიტომ რომ ატიპოგენეზი ამ შემთხვევაში არის მაქსიმალურად აქტივირებული.